მარჩენალ დაკარგული ოჯახები კი კუთვნილ პენსიებს ითხოვენ. ეს ის ოჯახები არიან, რომელთა ნათესავები კომპანია ენერგია 21-ში მუშაობდნენ და საწარმოში საქმიანობის დროს პროფესიული ტრავმა მიიღეს. აქცია საქალაქო სასამართლოსთან მოეწყო, სადაც დღეს კომპანიის გაკოტრების საკითხს განიხილავდნენ. ენერგია 21-ის აქტივები სოლიდური დავალიანების გამო მევალეებზე უნდა გადანაწილდეს. მარჩენალ დაკარგული ოჯახები კი შიშობენ, რომ აქტივების გადაცემის პროცესში მათი პენსიები აღარ გაიცემა. მარჩენალ დაკარგულების ოჯახის წევრებს, რომლებმაც ვერ მიიღეს უკვე საკუთარი კუთვნილი პენსია წელიწადნახევრის განმავლობაში და ისე მიდის ეს პროცესი, რომ ისინი დარჩებიან ერთ-ერთი საარსებო წყაროს გარეშე, ვინაიდან კანონმდებლობა მოქმედი არის დრაკონული და გულისხმობს იმას, რომ გაკოტრებული კომპანიის ქონებიდან პირველ რიგში უნდა ანაზღაურდეს საგადასახადო ინსპექციისა და მსხვილი მევალეთა, ასე თქვათ, ვალი და არა იმ ადამიანების ვალი, რომელთა საარსებო წყარო არის მხოლოდ და მხოლოდ ამ ვალიდან გასაცემი პენსია. რატომ შეცვალეს ეს გაუარესეს ჩვენი მდგომარეობა და რატომ წაგვართვეს სარჩო? ისე დაარეგულირონ ის საკანონმდებლო ბაზა, რომ ჩვენ ავიღოთ ისევ ჩვენი სარჩოები, რასაც ვიღებდით.